ბოლნიცის ბავშვთა და მოზარდთა თეატრმა საზღაპრეთმა 45 წლის საიუბილეო თარიღი საბერძნეთში საერთაშორისო ფესტივალზე სპექტაკლით ჰელადოსით აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სახლში თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა იზო ნიავაძემ მოწვეული სტუმრებისთვის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ათენური ვოიაჟი შეაჯამა და ღონისძიების ფარგლებში მერიისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მოზარდი მსახიობები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დღევანდელი დღე იყო აი ამ ჩვენი საფესტივალო გასვლის შედევრების შეჯამება. ორი მთავარი პრიზი იყო და ამ ერთი მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ჩვენი თეატრი. მე საუკეთესო რეჟისურა ავიღე და სასიამოვნო ძალიან ნაყოფიერი გზა გავლილი იზოს 45 წელი შეუსრულდა თეატრის ბოლო სპექტაკლი ხო საერთოდ საოცრება იყო ჰელადოსი. კარგი თაობა შეიკრიბა ახლა ამ სპექტაკლის დადგმაზე. ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ იზოსაც, ბავშვებსაც, მინდა რომ კიდევ ბევრი თაობა გაზარდოს. უკვე რამოდენიმე ათეული წლებია იზომასწავლებელი ბოლნისის საბავშვო თეატრს აი ესე უანგაროთ და ესე ენთუზიაზმით ემსახურება. მის ხელში ძალიან ბევრი მრავალი თაობა გამოსდილა და სხვათა შორის ბევრმა გავაგრძელეთ მისი კვალი, ასე ვთქვა და მინდა უსურვო წარმატებები. ძალიან გავმართლა ბოლნის და ბოლნისელებს, რომ ყავს იზო ნიავაძე. ძალიან დიდი ისტორია დაწერა მან ბოლნისის შემოქმედებით ისტორიაში და მე ვამაყობ რომ იზო არის ჩემი მეგობარი და იზო არის ჩემი დამრიგებელი. როგორც ცხოვრებისეული, ასევე შემოქმედებითი კუთხით. ჩვენთაგან შეგვიძლია ერთ-ორი სიტყვა მოგცემს. ბავშვთა და მოზარდთა თეატრი საზღაპრეთი 45 წელია იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით მოღვაწეობს და ამ ხნის განმავლობაში არაერთი ღირსეული თაობა აღიზარდა, რომლებმაც ბოლნისის კულტურა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ ღირსებით წარადგინეს. საშლი ხოლოდ მე ვიცავი როდესაც მის გაშლილ მკერდზე ლურჯა დამოსუნიკებული თეატრი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გრძნობ ჩემ თავს. ეს რა თქმა უნდა იზო მასწავლებლის სამსახურებაა და ადგილია, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა და ყველანაირი ემოციის გამოხატვა შემიძლია. თეატრი არის ჩვენთვის მეორე სახლი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იზო მასწავლებლებს ყველაფრისთვის, იმიტომ რომ მართლა აქ გავიზარდე უკვე დაახლოებით 6 წელია, რაც დავდივარ. და ყოველთვის იქნება ჩემთვის საუკეთესო ადგილი.